თუ ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები მიაღწევენ თავიანთ მიზანს, აღარ იარსებებს დემოკრატიული პარტია და საბოლოოდ აღარ იარსებებს შეერთებული შტატებიც. ამ კვირაში მიჩიგანმა დემოკრატიული პარტიის გასაღები გადასცა კაცს, რომელიც ღიად აქებს აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჯგუფებს, როგორიცაა მუსლიმთა საძმა. მოგესალმებით Access of Truth-ში. მე ემილი შრედერი ვარ და ამ კვირაში აბდულა საიდმა მოიგო მიჩიგანში ASSUS-ის სენატის ადგილისთვის დემოკრატიული პრაიმერი, რაც მიჩიგანის მოსახლეობისთვის სამწუხარო ამბავია. ეხლა DSA-ის წარმომადგენლები ამას პროგრესულ გარკვევად, ხალხის სასწაულად მოიხსენიებენ. მაგრამ რა არის პროგრესული იმ კანდიდატში, რომელსაც თავად მუსლიმთა საძმო აქებს? ან კანდიდატში, რომელიც პირდაპირ დასცინის აქცენტებს? შეხედეთ. ეხლა მაიკ, უბრალოდ შეგახსენებ. თუ არიცი როგორ უნდა თქვა სახელი, ეს სახელი შენი წყეული პირიდან არ მოიღო. ან უბრალოდ დამიძახე აბდულ. ეს არის ტოლერანტული და პროგრესული ამერიკა, რომლის ნახვაც სურს DSA-ს. სინამდვილეში კი, იმიტომ რომ ისინი ტოტალიტარული მარქსისტები არიან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქ კი გვაქვს ქვეყნის მორალური გახცნის თვალსაჩინო მაგალითი. როდესაც უკიდურესად მემარცხენე ამერიკას მოძულე კანდიდატი მთელი კამპანიას აგებს შეთქმულებებზე და ეთნიკურ თუ რელიგიურ დისკრიმინაციაზე ებრაელების მიმართ და საბოლოოდ ამისთვის ჯილდოს იღებს, დავიწყოთ იმით, რას ამბობს ელ-საიდი ისრაელზე. CNN-ზე მან ებრაულ სახელმწიფოს განდგომილი სახელმწიფო უწოდა ცრუ ბრალდება წაუყენა ისრაელს გენოციდის ჩადენაში. დაამატა. თქვენი აზრით, რა არის გენოციდის ჩადენაში ისეთი, რაც ბოროტება არ არის? დავციტირებ. როგორც ჩანს, ელ-საიდს გენოციდთან პრობლემა არ აქვს, როცა საქმე ეხება ჰამასის მიერ სუვერენული ისრაელის შეჭრას, მასობრივ მკვლელობებსა და გატაცებებს. მაგრამ ორმაგი სტანდარტები სწორედ DSA-ისთვის ჩვეული ამბავია. ელ-საიდმა არაერთხელ დაადანაშაულა ისრაელი აპარტეიდში. მან ისრაელის მთავრობა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სისხლის მსმელად მოიხსენია. და როცა მას ეკითხებიან, აქვს თუ არა ისრაელს საერთოდ არსებობის უფლება, როგორც ებრაულ სახელმწიფოს, პასუხს არ იძლევა. საინტერესოა, რატომ ხდება ასე. ამასობაში მიჩიგანში მას შემდეგ, რაც ტერორისტმა მანქანა შეაჯახა სინაგოგის ებრაულ სკოლას და სცადა ამერიკელი ებრაელი ბავშვების მოკლა, მისი პასუხი იყო: ნათკენი ადამიანები სხვებსაც ტკენენ, რადგან ტერორისტს ყავდა ნათესავი, რომელიც ტერორისტული ჯგუფის ჰეზბოლას წევრი იყო და საბრძოლო მოქმედებებში ლიბანში დაიღუპა. შეხედეთ ამას. ნათკენი ადამიანები სხვებსაც ტკენენ. ძალადობა ციკლურია. აიმან ალ-ზავაჰირიმ გასულ კვირას ლიბანში საჰაერო დარტყმის შედეგად ოჯახის წევრები, მათ შორის 2 შვილი დაკარგა. ისინი უდანაშაულო ადამიანები იყვნენ და შემდეგ ბოროტი და უსამართლო რისხვის შედეგად მან სცადა ეს გადაეტანა უდანაშაულო ბავშვებზე, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო იმ უდანაშაულო ბავშვების დაკარგვასთან, გარდა იმისა, რომ ისინი იმავე რწმენას იზიარებდნენ. ეხლა ელ-საიდმაც კი უარი თქვა, რომ ჩვენი დროის ჰიტლერის აიათოლა ხამენეის მკვლელობა კარგი რამ იყო, რადგან მას ყავდა ამომრჩევლები, რომლებიც, როგორც თავად თქვა, დამწუხრებულები იყვნენ. მართლა? მაგრამ ეს ყველაფერი კონტექსტში ჯდება მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ეს კანდიდატი რეალურად მთელი თავისი კამპანია AIPAC-ზე თავდასხმის გარშემო ააგო. ამერიკულ ლობისტურ ორგანიზაციაზე, რომელიც სრულად ამერიკელების მიერ ფინანსდება და ამ ჯგუფის დისკრედიტაციაზე ამტკიცებს, რომ ისინი უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებენ. ისინი ასე არ იქცევიან. მაგრამ მაშინ, როცა ის თავის ბრენდს აშენებს უცხოური გავლენის უარყოფაზე, მისმა კამპანიამ ჩუმად მიიღო $115,000-ზე მეტი დონორებისგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქეირთან, ამერიკულ ისლამური ურთიერთობების საბჭოსთან, ჯგუფთან, რომელსაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ისევე როგორც ფლორიდისა და ტეხასის შტატებმა, რომლებმაც მას იგივე სტატუსი მიანიჭეს. დონორთა სიაში შედის ქეირის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული ხაზინადარი და ქეირის აღმასრულებელი დირექტორი ნიჰად ავადი. იგივე ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც ჰამასი 7 ოქტომბერს ღაზიდან გამოიჯრა. ნუ დაგვავითხრდება, რომ ქეირი იყო ბრალი წაუყენებელი თანამზრახველი Holy Land Foundation-ის ტერორიზმის დაფინანსების სასამართლო პროცესში. მაგრამ ელ-საიდის ფულის ნაკვალევი კიდევ უფრო საეჭვო ხდება, როცა გაიგებთ, რომ ელ-საიდის საკუთარი სიმამრი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერი Super PAC-ის, რომელიც მის კამპანიას უჭერს მხარს. ეს სიმამრი არის ჩრდილოეთ ამერიკის ისლამური საზოგადოების დამფუძნებელი კომიტეტის წევრი, რომელიც კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ბრალდების წარუდგენელი თანამზრახველი ეწოდა ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ ტერორიზმის დაფინანსების საქმეში. ეს ის ადამიანია, რომელიც პოლიტიკიდან უცხოური ფულის გამოტანას აპირებს. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ელ-საიდმა აჩვენა, სად არის მისი ნამდვილი სიმპათიები. უკვე 2011 წელს, არაბული გაზაფხულის დროს, მან მართლაც დაწერა სარედაქციო სტატია, სადაც ამერიკელებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ მუსლიმთა საძმოს აღზევებისთვის ეგვიპტეში.
მან კიდეც მოაწერა ხელი საძმოს ლიდერის, მოჰამედ მურსის მხარდამჭერ განცხადებას. ეს, რა თქმა უნდა, იგივე მურსია, რომლის მოკლა მმართველობაც გამოირჩეოდა განსხვავებული აზრის ჩახშობით და შარიათის მმართველობისკენ სწრაფვით. და ვახსენეთ თუ არა, რომ მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. რუსეთში, ბარეინში. და მისი გარკვეული ნაწილები შეერთებულ შტატებშიც კი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, სადაც დოკუმენტურად დადასტურებული ფილიალები მოქმედებენ სწორედ აქ, შეერთებულ შტატებში. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მათ აქ ყოფნაც კი არ სჭირდებათ ელ-საიდის მხარდასაჭერად, რადგან როცა ელ-საიდმა ამ კვირაში პრაიმერი მოიგო, მუსლიმთა საძმოს ოფიციალურმა ვებგვერდმა მართლაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის გამარჯვებას ზეიმობდნენ. როგორც მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად წარმატებით მოახერხა ამ ქსელმა, 10 წლეულების განმავლობაში ჰამასის მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერის ნორმალიზება ამერიკულ პოლიტიკაში. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, ვისთან ერთადაც ელ-საიდი ატარებს თავის საარჩევნო კამპანიას, რადგან სწორედ აქ ჩანს DSA-ის კვალი ამ არჩევნებში. ჰასან ბაიქერი, ისლამისტი კომუნისტი სტრიმერი, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ხავს, ელ-საიდთან ერთად გამოვიდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტსა და მიჩიგანის უნივერსიტეტში და ასევე კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის საარჩევნო ღამის წვეულებაზე. ეხლა ბაიქერი ის ადამიანია, რომელმაც 2019 წელს თქვა, რომ ამერიკა იმსახურებდა 9/11-ს. და მან თავისი სტრიმის კადრში გაზეთიც კი ჩამოკიდა ამის აღსანიშნავად. ეს ისლამისტი უცნაური ადამიანი პირდაპირ ნეპოტიზმით წინწაწეული ტიპია, რომელიც დიზაინერულ ტანსაცმელში დადის, კომუნიზმზე ქადაგებს და კოლეჯის სტუდენტებთან საუბრისას მაო ძედუნის სტილში ჩაცმულიც კი გამოჩნდა. ჰაიკერს ასევე ღიად მოუწონია ჰამასი და მოუწოდებდა პოლიტიკურ ძალადობაზე. კარგი ბიჭი, არა? ეხლა ის გახდა DSA-ის ახალი პოლიტიკური ფავორიტი საარჩევნო კამპანიაში და შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად ძლიერი აქვთ მათ პოლიტიკის პლატფორმა DSA-ის თანათავმჯდომარე მეგან რომერის ნათქვამიდან. შეხედეთ. დიახ, ჩვენი პოზიცია თავისუფალი პალესტინა დედაქალაქით იერუსალიმში. ვფიქრობ, ეს სავსებით შეიძლება ჩაითვალოს ერთსახელმწიფოიანი გადაწყვეტა. ასე რომ კემპ დევიდის შეთანხმებები, რომლებიც საუკუნის დასაწყისში კლინტონის ადმინისტრაციის დროს განიხილებოდა, პალესტინელებს რომ მიეღოთ, ეს თქვენთვის მისაღები იქნებოდა. კარგი კითხვა იყო. უნდა გადავხედო რა კონკრეტული დეტალები იყო იქ, ზუსტად ეხლა ვერ გეტყვით. ისინი არც კი იციან რა არის ოსლოს შეთანხმებები, მაგრამ პოლიტიკის შექმნა სურთ. როგორც არ უნდა იყოს, დავბრუნდეთ ბაიქერზე. სულ გუშინ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა და მოითხოვა, რომ დემოკრატები, რომლებმაც ელ-საიდის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, უნდა დაისაჯონ. დაასახელა დემოკრატიული ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები, რომლებიც მეორე მხარესთან თანამშრომლობენ, გამოუსწორებელებად და თქვა, რომ ისინი პარტიის რიგებიდან უნდა გააძევონ. ეს უბრალოდ სტრიმერის აზრი არ არის, კარგი? ეს ბევრად უფრო უკიდურესია, რასაც მის რიტორიკაში ვხედავთ. და ვინ ჯანდაბაა ის, რომ დემოკრატებს უკარ ნახოს? ვინ შეიძლება და ვინ ვერ იქნება მათ პარტიაში? ის საერთოდ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. მას სძულს ეს ქვეყანა. DSA და ბაიქერის მსგავსი ადამიანები პარტიის გარედან ერთგულების ტესტს აწესებენ ამ ქვეყნის ყველა არჩეულ დემოკრატზე. და რაღაც აუხსნელი მიზეზით დემოკრატები ამას აძლევენ უფლებას. მაშინაც კი, როცა დემოკრატების ხამჯლივი სტრატეგი ჯეიმს კარველი აფრთხილებს, რომ ეს ბრძოლა ახლა განსაზღვრავს რა მიმართულებით წავა მთელი პარტია 2028 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ებრაელების მიმართ სიძულვილი იზრდება, რასაც ვხედავთ, ამერიკელების უმეტესობას არ სურს, რომ ისლამისტური ტერორის მხარდამჭერი კომუნისტები ვადით შევხედოთ. მან თითქმის მთელი თავისი კამპანია ერთი განცხადების გარშემო ააგო, რომ ეწინააღმდეგება ისრაელისთვის დახმარების გაწევას, მათ შორის რკინის გუმბათის დაფინანსებას, რომელიც თავდაცვითი სისტემაა და რაკეტებს ანადგურებს მანამ, სანამ ისინი ისრაელ მოქალაქეებს მოკლავენ. რატომ? რადგან, როგორც თავად ამბობს, ჩვენი ბავშვები დაუცველები არიან, რადგან სკოლები ძალიან დიდი ხანია არასაკმარისად ფინანსდება. მოდით აქ ცოტა დავითვალოთ. ელ-საიდი არ უნდა რომ იცოდეთ, რომ სოციალური ხარჯები, სოციალური უზრუნველყოფა, მედიკერი, მედიკეიდი და დანარჩენი შეადგენს მთლიანი ფედერალური ბიუჯეტის 60%-ზე მეტს. საგარეო დახმარება მთლიანობაში შეადგენს ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს. შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ გასულ წელს საზოგადოებრივ განათლებაზე დახარჯა $1 ტრილიონ მეტი. რკინის გუმბათის პაკეტი, რომლის გამოც ელ-საიდი ასე ძალიან უნდა დაგაჯეროთ, რომ მიჩიგანის კლასებს შიმშილს აყენებს. დაახლოებით $115 მილიონ შეადგენს, რაც სინამდვილეში ტრილიონიანი განათლების ბიუჯეტის ფონდზე უბრალოდ დამრგვალების შეცდომას უდრის. ეს ბიუჯეტთან დაკავშირებული არგუმენტი არ არის. ეს არის სიძულვილითა და უცოდინრობით სავსე ადამიანი, რომელიც აკვიატებულად ფიქრობს შტატზე, რომელიც ათასობით მილითაა დაშორებული და არაფერ კავშირშია მის ოლქთან, რადგან მისი არსი ასეთია. ის ისლამისტის სუპრემასისტია. რაც ამ კვირაში მიჩიგანში მოხდა, ზუსტად ისაა, როგორც DSA-ის სტრატეგიაა დაგეგმილი. ისინი ცდილობენ შექმნან კოალიცია, რომელიც დაფუძნებულია ფინანსურ მხარდაჭერაზე, მუსლიმთა საძმოსადმი სიმპათიაზე, რომელსაც მხარს უჭერენ მუდმივად ონლაინ ყოფი სტრიმერები. და შემდეგ წარმოაჩინონ ეს ყველაფერი ისე, თითქოს ეს ამერიკელი ხალხის ნებაა. ეს ნამდვილად უაღრესად სერიოზული განგაშია დემოკრატიული პარტიისთვის. გამოიღვიძეთ დემოკრატებო. ეხლა გადავიდეთ ირანზე.
სანამ ვაშინგტონი ზეიმობს იმას, რასაც ის ისლამურ რეჟიმთან გარღვევად მიიჩნევს, თეირანი ნამდვილად იცინის, რადგან კიდევ ერთხელ რეჟიმი იღებს ყველაფერს, რაც სურს, არაფრის დათმობის გარეშე. თვეების განმავლობაში ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დახურული იყო. რეჟიმმა მასში ნაღმები ჩაყარა, გემებზე თავდასხმები განახორციელა და გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ამერიკულ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემს, რომელიც სრუტეში გაივლის, ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ეხლა ვაშინგტონი ჩქარობს, რომ რეჟიმთან შეთანხმება გამოაცხადოს და ომანისთან ერთად სრუტე კვლავ გახსნას. და რეჟიმის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ისინი ითხოვენ შეთანხმებას, რომელიც მთლიანად აუკრძალავს ამერიკულ და ისრაელის გემებს სრუტეში გავლას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებენ დამღოვებს ტვირთის ღირებულის 20 ღირებულების 20%-მდე ოდენობით. ასე რომ, ვაშინგტონი ჩქარობს, რომ დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადოს შეთანხმება, რომელიც ამერიკულ გემებს გამორიცხავს იმ წყლის გზიდან, სადაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი გადის. გასაგებია. და ახლა მაშინაც კი, როცა ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება, რეჟიმი მაინც პოულობს გზებს, რომ შეცვალოს პირობები. ვგულისხმობ იმას, რომ ამ შაბათ-კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰორმუზის სრუტე რეალურად არ გაიხსნება, თუნდაც ომანის შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს. რადგან თეირანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ რეჟიმის სასარგებლო დათმობებზე უნდა წავიდეს, რადგან როგორც ამბობენ, ივნისის თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო დაარღვიეს. ეხლა არაღჩიმ კონკრეტულად დაადანაშაულა ვაშინგტონი იმაში, რომ ისლამური რესპუბლიკის კონტროლს წყლის გზაზე ასუსტებს, რადგან ცდილობს შექმნას საკუთარი ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი. საშინელება იმ თლებში, რომლებიც, რა თქმა უნდა, ირანს არ ეკუთვნის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რეჟიმი მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს საკუთარი გადაზიდვის ინტერესების დაცვა იმ წყლის გზაზე, რომელსაც ირანი სრულადაც კი არ აკონტროლებს და ამერიკულ ინტერესებს მათთვის გაცემულ დარღვეულ დაპირებად წარმოაჩენს. აი, რატო არ უნდა აწარმოო მოლაპარაკებები ისლამურ რეჟიმთან ან ირანის რევოლუციურ გვარდიასთან? მათ სამხედრო გზით უნდა დაამარცხო. შეგახსენებთ, რომ ეს იგივე რეჟიმია, რომლის მთავარი მომლაპარაკებელიც იყო ღალი ბაქი. ამ კვირაში ღიად დასცინა პრეზიდენტ ტრამპს იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე დაიმუქრა მასიური დარტყმებით და შემდეგ გადაიფიქრა. სამწუხაროდ ის ამაში ბოლომდე არ ცდება, რადგან ეს ნამდვილად განმეორებადი ქცევაა, რაზეც ჩვენ ამ გადაცემაში არაერთხელ გვისაუბრია. ტრამპს ძალიან უყვარს ლაპარაკი და ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონი უკან იხევს, რეჟიმი ისევ და ისევ იგებს იმავე გაკვეთილს, რომ შეერთებული შტატების მუხარები შეიძლება მოლაპარაკების საგანი გახდეს და დროის გაწევა მუშაობს. ეს მომენტი არ არის ცეცხლის შეწყვეტა ორ გადაღლილ მხარეს შორის, რომლებიც მშვიდობას ეძებენ. ეს არის რეჟიმი, რომელმაც საკუთარი უზენაესი ლიდერის მემკვიდრე მოკლა. კრიზის მოლაპარაკების უპირატესობა დაქციოს. მსოფლიოს დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ნავთობზე ბერკეტად გამოიყენოს, რათა შეერთებული შტატები და ისრაელი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლის გზას ჩამოაშოროს. და სინამდვილეში ეს მუშაობს, რადგან ვაშინგტონს გამოსავალი უფრო სჭირდება, ვიდრე ირანის რევოლუციურ გვარდიას. სიმართლე ისაა, რომ ამ შეთანხმების არც ერთი ვარიანტი არ მთავრდება იმით, რომ ისლამური რესპუბლიკა უკეთესად მოიქცევა. რეჟიმს მოულოდნელად არ აღმოუჩენია ერთგულება თავისუფალი ნავიგაციის ან საერთაშორისო სამართლის მიმართ. და სიმართლე ისაა, რომ ყოველი დღე, რაც ეს პროცესი გრძელდება, კიდევ ერთი დღეა, რომელსაც რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ აღადგინოს ის, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ფაქტობრივად გაანადგურეს თებერვალში. იქნება ეს ბირთვული პროგრამა თუ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ვაშინგტონს უნდა ეწოდებინა ამას თავისი სახელი, ამერიკული დანებება, რადგან მთელი ეს მოლაპარაკება მხოლოდ საზღვაო მარშრუტამდე დავიდა. ეს არ იყო ის, რაზეც ეს ომი უნდა ყოფილიყო. რა მოუვიდა ბირთვულ პროგრამას? რა მოუვიდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურებას, რომელსაც ისინი ასე სწრაფად აღადგენენ? რა მოუვიდა ირანის ხალხს? გახსოვთ ისინი? იმათ, ვისაც ამ ადმინისტრაციამ უთხრა, რომ აჯანყებულიყვნენ, იმათ, ვისაც პრეზიდენტმა დაპირდა დახმარებას. მხოლოდ წელს ასობით სიკვდილით დასჯა უკვე განხორციელდა და ასობით სხვა ადამიანი სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშაა ისეთ ბრალდებებზე, როგორიც იცაა ჯაშუშობა და ღმერთის მტრობად გამოცხადება. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რეჟიმი კვლავ აქტიურად ნაღმავს საზღვაო მარშრუტებს და ესხმის თავს ტანკერებს. ამ შაბათ-კვირასაც კი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ რეჟიმმა კიდევ ერთ გემს დაარტყა შაბათს, იმავე კვირაში, როცა ვაშინგტონი ამას პროგრესს უწოდებს. ასე რომ ეს არ არის მოლაპარაკება იმაზე, მიიღებს თუ არა რეჟიმი ბომბს. რადგან ამ ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თეთრმა სახმა გვიგვიღალოდა და მთელი ომის მიზანი ერთი საზღვაო მარშრუტით გაცვალა. და მათ მართლა სჯერათ, რომ ჩვენ იმდენად სულელები ვართ, რომ დავიჯერებთ ამას, როცა ამას გამარჯვებად აცხადებენ. ეს არ არის გამარჯვება, ეს არის პოლიტიკური პოზიორობა შუალედური აჩევნებისთვის. და გულწრფელად რომ თქვა, ეს არის ლაჩრობა, რომელიც პირდაპირ ამხნევებს ბოროტებას. ეხლა კი, როგორც ყოველთვის, გვაქვს ამ კვირის კარგი, ცუდი და უსიამოვნო ამბები. მინდა რომ ამ კვირის კარგი ამბით დავიწყო, რადგან ფაქტები ბოლოს და ბოლოს დაეწია თითქმის 1 წლის მედია ჰისტერიას. ახალი კვების კვლევა, რომელსაც კოორდინაციას უწევს UNICEF-ის კვების კლასტერი, ანუ ის ორგანო, რომელიც რეალურად მართავს ღაზას კვების მონიტორინგის სისტემას, ახლახან გაზომა მწვავე არასრულფასოვანი კვება ღაზას ბავშვებში რეგიონების მიხედვით. მათ შორის სიმაღლე, წონა, მკლავის გარშემოწერილობა, იგივე მეთოდოლოგიით, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება. და შედეგი გამოვიდა
0.2-დან 0.8%-მდე. ეხლა ეს არის ღაზას ომამდე არსებული მაჩვენებლის დონეზე, ან უფრო დაბლა. და ეს ასევე შეესაბამება იმას, რასაც განვითარებულ ქვეყანაში ნახავდით, და არა შიმშილით დაზარალებულ ომის ზონაში ან ქვეყანაში, რომელიც შიმშილის შემდეგ მდგომარეობაშია. გახსოვდეთ, ამ მონაცემებს ისრაელის თავდაცვის ძალები არ ავრცელებს. ეს იგივე გაეროს სისტემაა, რომელმაც პირველად გამოაცხადა შიმშილი ღაზაში და ახლა საკუთარ წინა დასკვნას ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ღაზის შიმშილის თაღლითობა. და დროა ვიღაცამ ეს ხმამაღლა თქვას, რადგან თვეების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ტრიალებდა ერთი და იგივე ფოტოები ყველა მთავარ მედიაში, როგორც მტკიცებულება ისრაელის განზრახ შიმშილის კამპანიის შესახებ. ეხლა New York Times-მა თავის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა 18 თვის ბიჭუნას ფოტო, სახელად მუჰამად ზაქარია ალ-მუტავაკი სათაურით. ახალგაზრდები, მოხუცები და ავადმყოფები შიმშილით იღუპებიან ღაზაში. რამდენიმე დღის შემდეგ მათ დაამატეს რედაქტორის შენიშვნა, სადაც აღიარეს, რომ ბავშვს სინამდვილეში ჰქონდა უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მის ტვინისა და კუნთების განვითარებაზე მოქმედებდა. ეს ინფორმაცია მათ მისივე ექიმისა და უფროსი ძმისგან მიიღეს, რომლებიც იმავე ფოტოებში ჩანან. ის თავის დედასთან ერთად სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. და ეს შემთხვევაც კი არ იყო ერთადერთი ამ ინციდენტში. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მედია საშუალებებმა სხვა ბავშვი, გოგონა სახელად მარიამი, წარმოაჩინეს ამ სავარაუდო შიმშილის ახალ სახედ და განაცხადეს, რომ ექიმებმა მასთან არანაირი თანხმლები დაავადება არ აღმოაჩინეს. ესაც მცდარი აღმოჩნდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც ფაქტების გადამოწმების განყოფილებები აქვთ, მათ უცხოური ბიუროებიც აქვთ და მათ განუსაზღვრელი რესურსები აქვთ ხელთ. მათ ავადმყოფი ბავშვების ფოტოები აიღეს და შემდეგ მსოფლიოს წარუდგინეს. თითქოს ეს იყო ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილობის მტკიცებულება. თანაც შიმშილის განსაზღვრაც თავიანთი პირობებით გააკეთეს, რომ ეს დაემტკიცებინათ. ეს ერთხელ არ მომხდარა. ისინი ამას განმეორებით აკეთებდნენ. და როდესაც შესწორებები გამოქვეყნდა, მათ თავდაპირველი ტყუილის მხოლოდ მცირე ნაწილი მიიპყრო ყურადღების. ასე რომ დიახ, მონათემები სინამდვილეში ძალიან კარგი ამბავია. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თავარი ამბავი აქ არის ის, თუ როგორ დაუშვეს მსოფლიოს ყველაზე სანდო საინფორმაციო სააგენტოებმა, რომ თავად გამხდარებდნენ პროპაგანდის გავრცელების სისტემა ამ ღაზის შიმშილის თაღლითობისთვის. და სინამდვილეში რამდენად მცირე პასუხისგებლობა დააკისრეს მათ ამის შემდეგ. ჩვენი ამ კვირის ცუდი ამბავი ეხება 26 წლის ქსიწლის კიკბოქსინგისა და მუაი თაის ჩემპიონს, რომელსაც ირანში რამდენიმე დღეში ჩამოახჩობენ იმის გამო, რომ ხელში ცეცხლო მაქრი ეჭირა. მისი სახელია ბინიამინ ნაპიტი და ის იყო ერთ-ერთი იმ მილიონობით ირანელთაგან, რომლებიც იანვარში შირაზის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა მოეთხოვათ ისლამური რესპუბლიკის დასრულება. ის დააკავეს 3 იანვარს. და დაადანაშაულეს იმაში, რომ ცეცხლმაქრი შეასხა მოტოციკლზე მყოფ უსაფრთხოების ძალებს. არავინ დაშავებულა, არავინ დაღუპულა და თავად რეჟიმის პროკურორებმა მკვლელობის მცდელობისა და იარაღის ტარების ბრალდებებიც კი მოხსნეს, რადგანაც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებდა თვით მათი შეფასებითაც. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაეთავისუფლებინათ, სასამართლომ უბრალოდ გადაარქვა დარჩენილ ბრალდებებს სახელი. ღმერთის წინააღმდეგ ომის გაჩაღება დაადანაშაულა, რაც იქ სასიკვდილო დანაშაულია და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მისი დაკავებიდან ერთ დღეში სახელმწიფო ტელევიზია უკვე ავრცელებდა მის იძულებით აღიარებას. მის ადვოკატს კი, რომელსაც არ მისცეს ნამდვილი ცდომა კლიენტთან და ის იზოლირებულ საკანში ყავდათ მოთავსებული. ბოლო დროს ის გადაიყვანეს ადელაბადის ციხეში, რომელიც ცნობილია როგორც ადგილი, სადაც რეჟიმი შირაზში სიკვდილით დასჯებს ახორციელებს. ასე რომ მას სიკვდილით დასჯა ემუქრება და ეხლა მისი ძმა საჯაროდ თხოვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ჩაერიოს და ბოლო წამს რაიმე შეთანხმება გააფორმოს, სანამ ეს სიკვდილით დასჯა განხორციელდება. და გულწრფელად რომ თქვა, ხვდები რატომაც ცდილობს ამას, რადგან მსგავსი შემთხვევა უკვე გვინახავს. ზოგ შემთხვევაში ყურადღება მართლაც ეხმარება, მაგრამ შეიძლება არა ტრამპთან. მაგალითად, 2020 წელს მან საჯაროდ სთხოვა რეჟიმს დაენდოთ ახალგაზრდა მოჭიდავე ნავიდ აფქარი, მაგრამ რეჟიმმა ის რამდენიმე დღეში მაინც ჩამოახრჩო. ეხლა მართლა იმედი მაქვს, რომ ცდები და ბენიამინეს სხვა ბედი ეწევა, მაგრამ ამ რეჟიმმა ზუსტად დაგვანახა ვინ არის. მაშინაც კი, როცა მისი დიპლომატები ხელებს ართმევენ საზღვაო მარშრუტებზე, მისი სასამართლოები ემზადებიან ასობით ადამიანის, მათ შორის ამ 26 წლის სპორტსმენის, ჩამოსაკიდებლად რაღაც ისეთ უმნიშვნელო რამეზე, როგორიცაა ცეცხლმაქრი. გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია ბენიამინეს შესახებ. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ამ კვირის უსიამოვნო ამბავი. თუმცა სიმართლე რომ თქვა, ეს უფრო სევდიანია. ჩვენ გვყავს შვედეთის საუკეთესო ფლოტილიის მეზღვაური გრეტა თუნბერგი, რომელიც ამ კვირაში ბელფასტში გამოჩნდა ქნიკეპის შეუსტოზე. აცვია ქეფიე და ირლანდიური სამფეროვანი ბალაკლავა. ვაიმე. და ზუსტად რომელი ჯგუფის სანახავადაც წავიდა იქ. ეს იგივე ჯგუფია, რომელსაც ამჟამად ბრალსდებს მეტროპოლიტენის პოლიცია, დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტული კანონის მიხედვით, რადგან ლონდონში სცენაზე ჰეზბოლას დროშა გამოიფინა. და გახსნის ნომერი ბობ ვაილენი, იგივე ჯგუფია, რომლის ფრონტმენმაც გასულ წელს გლასტონბერის ბრბოებს გაუწყო შეძახილში. სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს. ეს იყო ისეთი ცუდი მომენტი, რომ თვითონ BBC-მაც კი აღიარა, რომ პირდაპირ ეთერი უნდა გაეთიშა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც კი უპასუხა და მას ვიზა გაუუქმა. და
ის მაინც რამდენიმე თვის შემდეგ პოდკასტში გამოვიდა და თქვა, რომ ისევ გააკეთებდა და ამას და კიდევ არაერთხელაც. აი ასეთ ადამიანებთან ატარებს გრეტა თუნბერგი დროს დღეს. და სწორედ ეს მაწუხებს ასე ძალიან. ეს ახალგაზრდა ქალი თავისი საჯარო ცხოვრება კლიმატის ცვლილებაზე ააგო. ბავშვებს მოუწოდებდა სკოლა გაეცდინათ და პლანეტისთვის ემარშათ. მაგრამ სადღაც გზაში მან ეს ყველაფერი გაცვალა იმაზე, რომ ხარი დაეჭირა ბრბოსთვის, რომელიც სკანდირებდა. სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს არალეგალურ ფლოტილიებში მონაწილეობა და სიხარული იმ ჯგუფის გამო, რომლის წევრსაც ჰეზბოლას მხარდაჭერისთვის ბრალი აქვს აყენებული. მართლა? ანუ, როგორ გადადიხარ პლანეტის გადარჩენის სურვილიდან იმაზე, რომ შენი მთავარი მიზანი ებრაელების სიძულვილი ხდება. ახალი მიზანი, რომელიც საშუალებას აძლევს ისევ გაბრაზებული დარჩეს სამყაროზე. ეს იყო ჩვენი გადაცემა ამ კვირისთვის. თუ გსურთ ირანსა და ისრაელთან დაკავშირებული ყველა სიახლე იცოდეთ, აუცილებლად გამომყევით X-ზე და Instagram-ზე. მე ემილი შვედერი ვარ და ეს იყო სიმართლის ღერძი JNS-ზე. მომავალ კვირას შევხვდებით.